საქართველოში ქართული ღვინის დღეს აღნიშნავენ. თბილისში ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფისში ქართული ღვინის ცენტრი პრემიერმა საზეიმოდ გახსნა. ცენტრი ღვინის მცირე მუზეუმს, ენოთეკას, მარანს და სადეგუსტაციო ოთახებს, ასევე სასწავლო აუდიტორიებს მოიცავს. ცერემონია საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან და თბილისის მერთან ერთად დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და აქცენტი ღვინის ფალსიფიცირების თავიდან ასაცილებლად მისი ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზე გააკეთა. ეს პრაგმატული პოლიტიკით შევძელით, რომ კვლავ გახსნილი იყო რუსეთის ბაზარი ჩვენი მეღვინეებისთვის, ასევე სწორედ ჩვენი მთავრობის ძალისხმევის შედეგი არის ის, გაიზარდა ექსპორტი ისეთ ბაზრებზე, როგორიც არის ყაზახეთი 68%-ით, პოლონეთი 85%-ით, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩინეთში ღვინის ექსპორტი გაიზარდა 7%-ით, ლატვიაში 50%-ით, ესტონეთში 35%-ით, დიდ ბრიტანეთში 46%-ით, ხოლო იაპონიაში 110%-ით. მე აქვე მინდა განსაკუთრებით აღნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. მოგესწრებათ, რომ სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და მისი დაფინანსებით ჯიღაუბრაში დააფუძნა სანერგე მეურნეობა. ეს არის ულტრათანამედროვე მეურნეობა, სადაც რამდენიმე 10 მილიონი დოლარი არის ინვესტირებული. ეს მეურნეობა უსასყიდლოდ გადმოეცა აჩუკა ბატონო ბიძინამ სახელმწიფოს. წელს ასევე ძალიან ბარაქიანი რთველი ჰქონდა, 100,000 ტონაზე მეტი ყურძენი არის გადამუშავებული დღეის მდგომარეობით. სახელმწიფო ჩაიბარეს ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელსაც კერძო სექტორი არ ჩაიბარებს, ან ვერ ჩაიბარებს. თეთრი ყურძნის შემთხვევაში, როგორც უკვე იცით, ჩვენ სახელმწიფო ვუხდით 60 თეთრს, ასევე შავ ყურძენში საფეროზე საუბარი 85 თეთრს. თავარი ასვათ ამოცანა იყო ის, რომ გლეხს აღნიშნული ფასების პირობებში მიიღო 100%-იანი მოგება. აქ არის წარმოდგენილი საკმაოდ საინტერესო პროფესიონალური მიმართულებები, როგორც არის ღვინის სადეგუსტაციო სივრცე. წარმოდგენილი არის ენოთეკა, რომელიც არის უძველესი და ჩვენ გავაახლეთ და აღვადგინეთ პირველად სახე დაუბრუნეთ, შეიძლება ითქვას, და მუზეუმი, ღვინის მუზეუმი, რომელიც არის პირველი ანალოგი საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ემსახურება ქართული ღვინის პოპულარიზაციას. აღინიშნება ეროვნული ღვინის დღე, იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო დამკვიდრდეთ ამ სოფლიო ღვინის რუკაზე, რაც ცნობადობა გაიზარდოს. შიგნით საქართველოში ამას მნიშვნელობა იმისთვის აქვს, რომ ღვინო ჩემი აზრით რაღაც ეს სწორი ღირებულება უნდა გახდეს.